I'm German homelos, I drink coffee and I know things. 36 ეპიზოდის სიტყვა არის კერამი. აი ამ გატაცების მქონე ადამიანს ხშირად შეხვდებით თქო ნამდვილად ვერ ვიტყვით. მგონი ყველაზე იშვიათი ჰობია. ალბათ ერთხელ მაინც გექნებათ ნანახი ვიდეოები ან გადაცემები, სადაც ორიგინალურ და ლამაზ სახლებს აჩვენებენ, გვათვალიერებინებენ. ან გვაჩვენებენ მათი აშენების მთლიან პროცესს. ქართული YouTube-ზე ჯერ არა, მაგრამ უცხოენოვანი არხები ძალიან ბევრია, რომელიც მთლიანად ამ სახის კონტენტს მოიცავს. კერამი სწორედ ის ადამიანია, ვინც უზომოდ დაინტერესებულია სახლებით, მათი აგებით, არქიტექტურით, ინტერიერის დიზაინით, ყველაფრით, რაც სახლებთანაა დაკავშირებული, მხოლოდ სახლის ტიპის ნაგებობებით ოღონდ, სხვა სახის შენობებით არა. სადაც არ უნდა წავიდეს კერამი, მისი ყურადღება და მზერა ავტომატურად გადატანილია სახლებზე. კარგად თუ დაუკვირდებით, მზერას ვერ სწყვეტენ თუ კი სადმე საუცხო ექსტერიერის სახლი დაინახეს და უკვე ხვდები რაზე ფიქრობენ, როგორია სახლის ინტერიერი. მისი მთლიანად დათვალიერება და გამოკვლევა სურთ. უკვე ჩანს ეს მათ მზერაში. ამ გატაცების წარმოშობის მიზეზი თავისთავად მაინტერესებდა, მაგრამ ასე ზუსტი და ჩამოყალიბებული მიზეზის დასახელება რთული იქნება. ჩემი დაკვირვებით და თეორიით, კერამობის როგორც ჰობის გაჩენის მიზეზი წარმოსახვის უნარის განვითარებულობა. ესე იგი, ეს ჰობი ძირითადად ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანების დამახასიათებელი ერთგვარი ჩვევაა. თუმცა, რატომ მაინც და მაინც სახლები? სახლი მათთვის, კერამისთვის მეტის მეტად ძვირფასი, მყუდრო და უსაფრთხო ადგილია. ამიტომ თვლის, რომ ის აუცილებლად დახვეწილი, ორიგინალური და მყუდრო უნდა იყოს. ხასიათი უნდა გააჩნდეს სახლს, ხასიათი. ამას ეძებს კერამი სახლში ძირითად შემთხვევებში, ხასიათს და ორიგინალურობას.